ქართული სამზარეულოს ესპანეთი გაიცნობს, ქართულ კულტურას კი უკვე რახანია იცნობენ ევროპის ცენტრში. ევროპალია ეს არის ფესტივალი, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი. ეს ფესტივალი შედგა და წარმატებაზე მიუთითებს სტუმრების უდიდესი ინტერესი, ანშლაგით ჩატარებული ღონისძიებები და ასევე რეზონანსი. მხარდამჭერი ამ ღონისძიების საქართველოს მთავრობა, ჩვენი ქვეყანა სტუმარი სახელმწიფო სტატუსით წელს პირველად იყო მონაწილე. ფესტივალი, რომელმაც სტარტი ოქტომბერში აიღო, თებერვლამდე გრძელდება და 60-მდე მასშტაბურ და მრავალფეროვან ღონისძიებას ითვალისწინებს. თია წულკიანი ბრიუსელში ამინისტრმა ფესტივალის მიმდინარეობა შეაჯამა, რამდენიმე თვიან ღონისძიებას ქეთევან ქარდავა აშუქებდა. ევროპელებმა საქართველოს შესახებ ფესტივალის საშუალებით ცოდნა გაიღრმავეს. ბევრმა უნიკალური კულტურის მატარებელი ქვეყანა პირველად აღმოაჩინა. შეიყვარა უფრო მეტის გაგების სურვილი, ბუნებრივად გაუჩნდა და ბევრმაც ხელახლა სხვა რაკურსიდან შეხედა იმ სახელმწიფოს, რომელიც უკვე მათი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველო ევროპალიაზე იმ პრიზმიდან დაინახეს, რაც ადასტურებს ჩვენს ევროპელობას, განსაკუთრებულობას. იმას, რომ საქართველო უმდიდრესია და არა მარტო წარსულით იწონებს თავს, არამედ დღესაც გაზრდილი კონკურენციის პირობებში ევროპულ და მსოფლიო დონის ხელოვნებას ქმნის. 18 ნოემბერი 2023 წელი ევროპალიაზე ჩვენ ვნახეთ 2 საათის განმავლობაში მაესტრო ვახტანგ კახიძის მიერ მშობლების ხსოვნისადმი მიძღვნილი, განუმეორებელი ნაწარმოებით გაჩუმებული, აღტაცებული, მუსიკალური ჰარმონიით დატყვევებული ანტვერპენის 2000 კაციანი საკონცერტო დარბაზი, სადაც რექვიემი ევროპელი მსმენელის წინაშე პირველად შესრულდა. პასუხი ხანგრძლივი აპლოდისმენტები იყო და მაესტრო კახიძისთვის მადლობის სათქმელად დრო მაინც არავისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ევროპალიაზე ვნახეთ ფიროსმანით აღფრთოვანებული ბელგიის მეფე და დედოფალი, ყინწვისის ანგელოსთან ბელგიის დედოფლის ფოტო და თამარ მეფესთან დედოფალი მატილდა გამოფენაზე საქართველოს შეხვედრების ადგილი, უკვე ევროპალიის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ევროპალიაზე ისმოდა გორის ქალთა გუნდის ხმა. წარმოდგენილი იყო სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ბასიანი, რუსთავი, დები ჩამგელიანები და უამრავი მუსიკალური ნომერი, შემსრულებელი გამოვიდა 4 თვის მანძილზე და არაერთი მხატვარი, რეჟისორი გაიცნო ევროპელმა, დამთვალიერებელმა, მსმენელმა და სტუმარმა. ჩვენ შევძელით ის, რაც იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ქართველები აღვიქვამთ მას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სწორედაც რომ სცენაზე ყოლოდნენ ჩვენი ჩოხიანი, ღირსეული კაცები, ყოლოდა ჩვენი მოცეკვავეთა მთელი კოჰორტა, რომელმაც ღირსეულად წარმოადგინა საქართველო, ყოლოდა ჩვენი ვახტანგ კახიძე, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო არა მხოლოდ ფოლკლორის, არამედ მაღალი დონის პროფესიული მუსიკის ტრადიციების ქვეყანაა. ევროპალია მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როდესაც ევროპის ცენტრში, საქართველოსთვის წლის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდნენ. საქართველოს მთავრობამ და კულტურის სამინისტრომ ღირსეულად გაართვეს თავი მაღალ დონეზე ამ ფესტივალის ჩატარებას, რომელმაც შესანიშნავი და უნიკალური, მე ვიტყოდი, ფონი შექმნა ქვეყნისთვის, რომელმაც მიაღწია წარმატებას და მიიღო წინა წლის დეკემბერში ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იყო შესანიშნავი აკომპანიმენტი ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი პანოპლია კულტურული ღონისძიებებისა. ქონდა უნიკალური შესაძლებლობა გავსაუბრებოდი ბელგიის მეფე ფილიპს და დედოფალ მატილდას, დიდი აღტაცება და აღფრთოვანება გამოხატეს ფესტივალის მიმართ და იმ გამოფენების მიმართ, რომლის შესაძლებლობა და რომლის ნახვის შესაძლებლობა მათ ჰქონდათ, მთლიანობაში ხაზი მინდა გაუსვა, რომ ევროპალია საქართველო შედგა და ის უაღრესად წარმატებული ფესტივალია. მინისტრმა ბრიუსელიდან დაანონსა ის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები, რომელიც 2024 წელს გველოდება.
გავხსნით მასშტაბურ გამოფენას, სადაც საქართველოს 8-ზე მეტი ექსპონატით იქნება წარმოდგენილი და ჩვენ ახლა უკვე პოლონეთში ვაჩვენებთ ევროპას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა, ქრისტიანული კულტურა, თვითმყოფადი და ევროპული. ასევე 2024 წელს ტოკიოში გაიმართება ივნისის თვეში ქართული კულტურის ფესტივალი, რომელიც ასევე მრავალფეროვანი იქნება. და 2024 წელს ჩვენ გავიმეორებთ ლევილის ქართულ ფესტივალს, მაგრამ ორჯერ მეტი მასშტაბით. ქართული კულტურის წარმოჩენა და ზეიმი გრძელდება. საქართველოს ევროპაა და ევროპამ ჩვენს შესახებ უფრო მეტი უნდა იცოდეს.